თავი მესამე. სარწმუნოა სიტყვა, თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმე მდომია, ხოლო ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ზომიერი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, დამმოძღვრა. არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, უშარო და ვერცხლის უყვარო. თავისი სახლის კარგი გამგებელი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ყავს ყოველგვარი ღირსებით. ვინაიდან თუ ვინმემ საკუთარი სახლის გამგებლობა არ იცის, როგორ იზრუნებს ღვთის ეკლესიაზე. ნურც ახალ მოქცეული იქნება, რათა არ გაკადნიერდეს და ეშმაკის სამსჯავროში არ აღმოჩნდეს. ასევე კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეებისაგან, რათა სირცხვილსა და ეშმაკის მახეში არ გაებას. დიაკვნებიც პატიოსნები უნდა იყვნენ, არა ორპირნი, ღვინოს ნაკლებად მიზალებულნი, არა ანგარნი, რათა წმიდა სინდისით ინახავდნენ რწმენის საიდუმლოებას. ესენიც წინასწარ უნდა გამოიცადონ და შემდეგ, თუ უბიწონი იქნებიან, იმსახურონ. ასევე მათი ცოლებიც უნდა იყვნენ პატიოსნები, არა მაბეზღარნი, კდემამოსილნი და ყველაფერში ერთგულნი. დიაკონიც ერთი ცოლის ქმარი იყოს, შვილებისა და თავისი სახლის კარგი გამგებელი. ვინაიდან კეთილად მომსახურენი თავიანთვის იმზადებენ კეთილ პატივს და დიდ სიმტკიცეს ქრისტე იესოს რწმენაში. ამას გწერ შენ და ვიმედოვნებ მალე მოვიდე შენთან. მაგრამ თუ დავიგვიანებ, იცოდე როგორ მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც არის ცოცხალი ღვთის ეკლესია, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი. უცილობლად დიდია ღვთის მოსაობის საიდუმლო. ღმერთი გამოჩნდა ხორცში, გამართლებული იქნა სულში, დანახული იქნა ანგელოზების მიერ, ნაკადაგები იქნა წარმართებში, მიღებული იქნა წუთის სოფელში რწმენით და ამაღლდა დიდებაში.